დაშინელება კი ჟანგბადი არ არის ისედაც. არ შეიძლება შვილო არა ამ ხალხს მთელი სივრცე შეეკეთება. შეუძლებელი იქნება აქ ცხოვრება. ვერ დავდივართ, ფეხითაც ვერ დავდივართ. იმიტომ რომ ასეთი ინტენსიური მშენებლობებია. ეკრი, ცუდია და. კორპუს გიშენებენ რა გვაჟა? როძები არ უნდა ყოფილიყო და. რაც არ უნდა ყოფილიყო იქნება, რასაც კალაძემ ერთხელ უარი თქვა, ახლა დათანხმდა. სპორტის სასახლის უკან, ქაოტური მშენებლობების შუაგულში ერთადერთ თავისუფალ მიწაზე, კორპუსის მშენებლობას მერია მწვანე შუქია უნთო. არაერთი უარის შემდეგ კალაძემ მისივე სიტყვები უკან წაიღო და გენერალურ გეგმასაც გადაუხვია. შაბათის ეთერმა გამოიწია ივანიშვილის ძმის ოჯახის ინტერესები ამ მშენებლობაში. ნუ გატენეთ ამ ბეტონებითა და იმებით, ნუ გატენეს, არ შეიძლება ქალაქად უნდა იყოს კაცო, როგორ შეიძლება ეს? უჰაერობა და სივრცის დაუნახავობა, რა არის? თქვენ თვითონ ხო იცით რაც ხდება რა? რო გამოხვალ ფანჯერიდან მეორე ფანჯერას დაინახავ. მერაბ ალექსიძის ქუჩის 9 ნომერში მდებარე ამ მიწაზე თბილისის გენერალური გეგმის თანახმად მრავალფუნქციური კორპუსის მშენებლობა იკრძალებოდა. დანაშაულებრივი სამშენებლო პოლიტიკის დამსახურებით ამ უბანში ცხოვრება ისედაც გაუსაცლისია. მაღალსართულიანი კორპუსები ერთმანეთზეა მიდგმული და დაბალ სართულებზე მცხოვრები ხალხი მზეს საერთოდ ვერ ხედავს, თუმცა ხალხზე უფრო მნიშვნელოვანი ქართული ოცნებისთვის ბიზნესი და ფულია. ეს არ არის ბიზნეს ინტერესი, ეს არის კრიმინალური ინტერესი, პირდაპირ ვთქვათ. ვისი ინტერესების გამოგაწირეს ხალხი ამ უბანში. შაბათის ეთერის ხელშია დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ მერაბ ალექსიძის ქუჩის 9 ნომერში 4168 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მომავალი მესაკუთრე არის კომპანია, რომლის წილსაც ბიძინა ივანიშვილის რძლის ქეთევან ხარაიძის ძმა ფლობს. მერია მშენებლობას ისედაც ბეტონის ნაგებობებით გაჩანაგებულ უბანში მწვანე შუქი მას შემდეგ აუნთო, რაც მფლობელებს შორის ივანიშვილის ნათესავი გამოჩნდა. მარტივი კითხვა გვაქვს, ალექსიძის ქუჩაზე ზონალური სტატუსებს რატომ ცვლით ახლა კონკრეტული ადამიანებისთვის და კონკრეტული კომპანიებისთვის? მას შემდეგ, რაც ივანიშვილის ცოლის ძმა გამოჩნდა ამ კომპანიაში. არა კი არა, როგორ არა, ბატონო, აგერ დოკუმენტებია, გადახეთ 2 წელი არაფერს არ დაუშავეთ. ქალაქის განვითარება ხდება ურბანული სამსახურის გადაწყვეტილებების შესაბამისად, რასაც და როგორც გადაწყვეტს ურბანული სამსახური, ზონების შეცვლა იქნება ეს, კოეფიციენტის გაზრდა იქნება ეს, კონკრეტული სამშენებლო ნებართვის გაცემა იქნება ეს, ამას გადაწყვეტს ურბანული და არქიტექტურის სამსახური. 2023 პასუხი უარს ამბობდით. ახლა რა შეიცვალა? განაშენიანება ხომ უარესი, ანუ ივანიშვილის სახელი საშვია თქვენთვის ბატონო კახე? არ გესმით რო გელაპარაკებით? ბატონო კახე, საშვად იქცა ივანიშვილის ოჯახის სახელები და გვარები და კახი კალაძე ტრადიციულად უარყოფის რეჟიმშია, მაგრამ მიწას სადაც მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება 2010 წლიდან კომპანია ბასილონ გლობალ სერვისს ეკუთვნოდა. მიწის მფლობელი ქიჩირ ბასილაშვილი დედაქალაქის მერიას წლების განმავლობაში სთხოვდა, რომ სტატუსი შეეცვალა და მშენებლობის უფლება მიეღო. წერილები კახი კალაძის უწყებაში ერთმანეთის მიყოლებით შედიოდა, თუმცა ბასილონ გლობალ სერვისის ყველა მოთხოვნა უარყოფილია. მერი კალაძე ამბობდა, რომ თუ მიწას საცხოვრებელი ზონა 6-ის ნაცვლად საზოგადოებრივი საქმიანი ზონა 2 სტატუსს მიანიჭებდა და აქ მრავალფუნქციური შენობა ნაგებობა განთავსდებოდა, ეს განაშენიანებაში უხეში ჩარევა იქნებოდა. კახი კალაძეს ბოლო უარი 2023 წლის 15 აგვისტოთი თარიღდება. სახელმძღვანელოში საჩვენებელი ადგილი არის ეს არასწორი განაშენიანების და ამას თვითონ თბილისის მერიაც აღიარებს, ოღონდ იქ, როდესაც საქმე ეხება ივანიშვილთან დაკავშირებულ ადამიანებს, მზად არის რომ შეცვალოს თავისივე გადაწყვეტილება. წელიწადნახევრის წინ მიღებული გადაწყვეტილება თბილისის მერიის, რომელმაც აქ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს უარი უთხრა ამ ზონალურ ცვლილებაზე, ახლა
როდესაც ივანიშვილის ნათესაობა და ახლობლები გამოჩნდნენ უკვე აი ამ ტერიტორიაზე, ხედავთ რომ იგივე სააგენტომ შეცვალა გადაწყვეტილება და თან ამ ტერიტორიას მიანიჭა ყველაზე მაღალი სამშენებლო კოეფიციენტი, ანუ ყველაზე მაღალი ინტენსივობის მშენებლობა მოხდება აქ, რაც რა თქმა უნდა აი ამ გაუსაძლისყოფას კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს. 2024 წლის 1 ივლისის დოკუმენტებში გამოჩნდა, რომ ამ ტერიტორიის მომავალი მესაკუთრე კომპანია საბურთალოს ფიჭვები ხდებოდა. მალევე ამ კომპანიის მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ მრავალმილიონიანი ბიზნეს პროექტის წილი ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმისთვის ეჩუქებინათ. ივანიშვილის გავლენით დაულაგეთ მერიაში ზონის ცვლილება და ამიტომ მოქცეს საბურთალო ფიჭვებში 5%-იანი წილი. რაღაც სისულელებს. როგორ ვიგონებთ სისულელებს? დოკუმენტებია ბატონთამა შეხედეთ. შეხედეთ, ნახეთ დოკუმენტები 5%-იანი წილი ლაშა გიგაშვილმა დაგითმო. დატო მოქცა ეს წილი ბატონთამას? ახლა იმიტომ რომ გავლენებით ზონის ცვლილება დაულაგეთ, რომ იქ მშენებლობა დაიწყოს. რას ლაპარაკობთ? რა გავლენები? აბა მითხარით მაშინ რატომ გაჩუქეს სამშენებლო კომპანიის წილი? ივანიშვილის ცოლის ძმა ტყუის. ეს კომპანია საბურთალოს ფიჭვების დამფუძნებლებსა და მას შორის გაფორმებული წილის დათმობის ხელშეკრულებაა. დოკუმენტში, რომელიც 2024 წლის 20 სექტემბრით თარიღდება, წერია, რომ ოლიგარქის ოჯახის წევრს სამშენებლო კომპანიის 5%-იანი წილი ლაშა გიგაშვილმა აჩუქა. მას შემდეგ, რაც მფლობელებს შორის ივანიშვილის ნათესავი გამოჩნდა, მერიაში პროცესები სხვა სცენარით განვითარდა. 2025 წლის 14 იანვარს ალექსიძის ქუჩის 9 ნომერში მდებარე მიწის სტატუსის ცვლილებაზე მერიაში კიდევ ერთი მოთხოვნა საბურთალოს ფიჭვების სახელით გაიგზავნა. ამჯერად მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე კახა კალაძემ თანხმობა გასცა. 5%-იანი წილი გაჩუქეს და ახლა ზონა შეუცვალეს. ეს ყველაფერი დამთხევა? ხანი იმებს აკეთებ. კალაძესთან ასე დაალაგეთ? კალაძე თვალით ალყავს და ნახი ტელევიზორიდან. რანაირად დავალაგე, აბა როგორ დაალაგეთ ეს ამბავი? ეს ერთ დღეს როგორ აღმოჩნდა, რომ მერიამ გადაწყვიტა წლების განმავლობაში უარს რო ეუბნებოდა მშენებლობის ნებართვაზე და ზონის ცვლილებაზე, თქვენ რომ გამოჩნდით და საჩუქრად მიიღეთ წილები? არ მიგიღიათ? აი ბატონთამას ჩახედეთ. თავი გამარებეთ რა. ალექსანდრე ივანიშვილის გავლენით დაალაგეთ კალაძესთან, რომ ზონის ცვლილება და ამაში აიღეთ 5%-იანი წილი ბატონთამას. თქვენ ფანტაზიებს არა აქვს საზღვარი. მიიღო თუ არა დიდი ფულის შემომტან ბიზნესში წილი მერიასთან საქმის დაალაგების სანაცვლოდ. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმამ შეიტყო, რომ ჩვენ ხელთ გვქონდა დოკუმენტები, რომ მას ბიზნესის წილი აჩუქეს, ფიზიკური თავდასხმით დაგვემუქრა. ასე იყენებთ მშენებლობის ნებართვების მისაღებად თქვენს გავლენებს და ივანიშვილის გავლენებს ბატონთამას? არა, იმას ვიღებ. კარგად იყავით. აბა ეს რა არის? ვინც ჩუქნიან წილებს ბატონთამას? სამშენებლო კომპანიის წილებს რატო ჩუქნიან? და თავი გამარებეთ. თუ რაღაცა ის არის, არსებობს. ის რას ნიშნავს? სასამართლო პროკურატურა და რა ვიცი და იქ გავყვით იჩივნეთ და გავცემ იქ პასუხი. არა, აქ გაგვეცით პასუხი. არა და დავალებეთ თავი რა კიდე. მოდი რა. დავალაბარ საქმე მაგ ველოდები. ეს კიდე რო იღებ, ვასე. რო იღებ შენდა. ვასია კი არა შენდა. ხო არ უბერა, რა წევი. რო იღებ არ უნდა მკითხო შეჩემიცა? უკაცრავთ, რასი ოპერატორი არის დაველი გითხარი რა ერთი წამი კი არა რათი შემეცი ხელი გაუშვა რათიშე ბიჭო ოპერატორს ხელი გაუშვა დაგალეწავთ ამ უსახური შენობებით გაჩანაგებულ უბანში ივანიშვილის ნათესავის კომპანია 69 მეტრის სიმაღლის შენობას ჩადგამს. 70% საცხოვრებელი ფართი იქნება, 30% კი კომერციულ და საოფისე ფართს დაეთმობა. საბაზრო ღირებულებებით თუ დავთვლით ამ პროექტის ფართებიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 30 მილიონს მიაღწევს. ჩნდება კითხვა, აჩუქეს თუ არა ასეთი შემოსავლიანი ბიზნესის წილი ივანიშვილის ნათესავს მერიაში საქმეების დალაგების სანაცვლოდ. გვაინტერესებს ხარაიძეს წილი რატომ აჩუქეთ?
კარგით, დამირეკეთ ერთ აწრჩი და შევხვდებით შემდეგ. კი ბატონო, რა ტერიტორიაზე რომ ვივარაუდოთ? რო დამირეკავთ გეტყვით, იმიტომ ხა შეხვედრაზე ვარ და ვერ კი გესაუბრებ. ბატონო, 10 წუთში დაგირეკოთ და შევხვდებით. დიახ. კაცი რომელმაც მომგებიანი სამშენებლო ბიზნესის წილი ივანიშვილის ცოლის ძმა საჩუქა შეხვედრაზე გვთანხმდება. ლაშა გიგაშვილი გვპირდება რომ უპასუხებს ყველა კითხვას, თუმცა მოგვიანებით ჩვენს ზარებს აღარ პასუხობს, ამიტომ კომპანიის ოფისში მივდივართ. ლაშა გიგაშვილთან ვართ. გიგაშვილი იმალება. ჩვენთან სასაუბროდ კი მისი ბიზნეს პარტნიორი, კომპანია საბურთალო ფიჭვების 45%-იანი მფლობელი ბათია ჯანაძე გამოდის. გვიმტკიცებს, რომ არ იცის როგორ და რატომ აჩუქეს წილი ოლიგარქის ოჯახის წევრს. არადა წილის დათმობის ხელშეკრულებაზე ჯანაძის ხელმოწერაცაა. ამ ხელმოწერით ადასტურებს, რომ თანახმა მისი ბიზნესის თანამფლობელი ხარაიძე გახდეს. ივანიშვილის ცოლის ძმას წილები რატო დაუთმოთ სასყიდლად? არა, ლაშას არ უნდა ვყიდოთ. აი, მაინტერესებს, როგორ მოახერხეთ ზონის ცვლილება, მას შემდეგ რაც ივანიშვილის ოჯახის წევრი ჩართეთ უსასყიდლოდ ბიზნესში. ივანიშვილის ცოლის ძმის მეშვეობით დაალაგეთ ზონის ცვლილება ალექსიძის ცვანომერში. რასაკეთებთ? ივანიშვილმა დაგილაგათ და ამიტომ მიეცით წილები? თბილისის საკრებულოს დეპუტატი საბაბუაძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერის ეს გადაწყვეტილება კორუფციის თვალსაჩინო მტკიცებულებაა და რომ თბილისის დამახინჯების ხარჯზე ოლიგარქის ახლო გარემოცვა ფულის კეთებაზეა გადასული. ის რომ კალაძე არის ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი და სწორედ მის პირობებში ჩვენ ქალაქში მოხდა ისეთი ურბანული დანაშაულები, რომელიც ადამიანების ცხოვრებას აუარესებს, ეს არის უკვე აღიარებული ფაქტი, მაგრამ კალაძეს ეს არ აინტერესებს. მთავარი არის მისთვის, რომ თანამდებობა გამოიყენოს გამდიდრებისთვის, ივანიშვილის მორჩილებაც ამაში ჭირდება, ივანიშვილის ნათესავების მომსახურებაც ამაში ჭირდება, რომ მის ადგილს და მის გავლენას არაფერი დაემუქროს. კახი კალაძის მიერ 10 აპრილს გაგზავნილი მოთხოვნა შეეცვალათ განაშენიანების გენგეგმით დაწესებული შეზღუდვა. ქართული ოცნების დეპუტატებმა 5 დღეში დაამტკიცეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გვიმტკიცებს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი გენგეგმით დაზარალებული ბიზნესმენებისთვის სამართლიანობის აღდგენაა. გიორგი ტყემალაძეს ვკითხეთ, თუ ივანიშვილის გავლენები არაფერ შუაშია, მაშინ რატომ ეუბნებოდნენ მფლობელს უარს, ვიდრე წილი ივანიშვილის ნათესავზე არ გაფორმდა. კერძო მესაკუთრესთან მონაცვლეობის ვალდებულებაში რომ არ შევიდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მას გაუარესეთ, ასე ვთქვათ, ფუნქციური ზონის შესაბამისად მიწის ნაკვეთი, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვაბრუნებთ და უბრუნებთ ძველ სტატუსს. 2022 წელს შემოვიდა უარი უთხარი. 2023 წელს შემოვიდა უარი უთხარი. გამოჩნდა ივანიშვილის ცოლის ძმა და გაიცა თანხმობა. ჯერ მესაკუთრე არც 2022-ში შეცვლილა, არც 2023-ში და არც 2024-ში. შეხედოთ, იქ თვითონ ამ კომპანიაში მომავალი მესაკუთრე საბურთალო ფიჭვები. ის მფლობელობაშია მომავალი მესაკუთრე საბურთალო ფიჭვები. ანუ დროში ემთხვევა, ამას გეკითხები. ნახეთ მიწის ნაკვეთის მეპატრონე სრულდება არ განხორციელება ამ პერიოდში. აი თავიდან გეკითხები. როგორ არის სწორი? ურბანისტი გოგი აბაშიძე, რომელიც ქალაქის გენგეგმაზე მუშაობდა, გაოგნებულია მერიის პოლიტიკით. წლები გენგეგმაზე იმუშავეს, დიდი ფულით დახარჯეს და საბოლოოდ ეს გეგმა ფარატინა ფურცლად იქცა. იქ სადაც არ უნდა აშენდეს შენდება. შენდებათან ისე, რომ უკვე აშენებულს უქმნის საფრთხეს და თავარი ადამიანის ჯანმრთელობას აგდებს საფრთხეში. თბილისი არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი, მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. უხეშად რომ ვთქვათ, 30 კილომეტრშია ცხელი წერტილიდან, სტრატეგიული მტრებისთვის ძალიან მარტივი სამიზნე. შესაბამისად, საევაკუაციო სივრცეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია თბილისისათვის. გადატვირთული გადამჭიროების სივრცეებს პირდაპირი უსაფრთხოების პრობლემაც კი გააჩნიათ, სხვა რო არაფერზე ულაპარაკობ. გარდა ამისა შეიძლება მოხდეს ხანძარი, ასე შემდგომ, ასე შემდგომ. ასევე თბილისის გეოლოგიური ქანები საკმაოდ სპეციფიურია, მით უმეტეს ამ ტერიტორიაზე. ემპირიული განცდით აქ ერთმნიშვნელოვნად საფრთხის შემცველი მშენებლობა გეოლოგიური ქანების დახრიდან გამომდინარე
სპორტის სასახლის უბანი იქცა მერიის სახით. ტერიტორია თბილისის ცენტრში, რომელიც ფულის საჭრელი მანქანაა. ეს 2010 წელს გადაღებული ორთოფოტოა. აქ კარგად ჩანს, რომ ტერიტორია მწვანე საფარით არის დაფარული. ეს ფოტო კი უკვე 2024 წელს არის გადაღებული. ნათლად ჩანს ქართული ოცნების მმართველობის კვალი ამ უბანზე. ბეტონის გავალი ჯუნგლები. გენგეგმა დღესდღეობით იქცა ინსტრუმენტად, რომელთაც იჩაგრება ის, ვისაც უხეშად ვთქვათ, პატრონი არ აყავს და სოციალური უსამართლობის დოკუმენტად იქცა. მშენებლობის მხრივ ეს არის კატასტროფა. განვითარებულ საზოგადოებაში ეს არა მარტო დაშვებული არ იქნებოდა, მან ფართის გაყიდვა შეუძლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ უბრალოდ არავინ არ იყიდიდა. ის რაც ხდება სპორტის სასახლის უკან, იდეალურად ასახავს თბილისის დღევანდელ საზოგადოებას. ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ მათ შორის ყოჩაღი იმ არქიტექტორს, რომელმაც ესე ზუსტად იქცნო საზოგადოებრივი ლანდშაფტი, ხალხი, რომელიც უყურებს პარლამენტის წინ პოლიცია როგორც ცემს ხალხს და იწყებს გარჩევას იმითი მოსწონს თუ არა ეს ადამიანი, მისთვის მისაღებია თუ არა. ზუსტად ასახულია იმ სივრცით სამართალში, რომელიც იქ ხდება. აკადემქალაქი ურბანული გენოციდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ალექსიძის 9 ნომრის გარდა აქ კიდევ დარჩა ერთი მიწა, სადაც ამჯერად დიდი მშენებლობისთვის ქართული ოცნების დეპუტატი გოჩა ენუქიძე ემზადება.